თქვენ უყურებთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ათეულს All About G-ზე. მეათე ადგილი Zenvo ST1. მანქანის ღირებულება $1,200,000-ია, წარმოებელი ქვეყანა დანია. Zenvo ST1 6.8 ლიტრიანი ვერვა ტიპის ზრავით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სუპერკარია. მისი სიმძლავრე 1104 ცხენისძალაა. მეცხრე ადგილი Ferrari LaFerrari, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ლამაზი სუპერკარი. ღირებულება $1,400,000-ია. მისი წონა 1270 კილოგრამია, რისიც წყალობითაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მას 3 წამში შეუძლია. ძრავის სიმძლავრე 950 ცხენისძალაა. მერვე ადგილი Pagani Huayra. სახელი Huayra მანქანას ქარის ღმერთის საპატივცემლოდ დაერქვა და როგორც ჩანს ამართლებს კიდეც სახელს. ტოპგეარის სატესტო ტრეკზე მან 3 წამით აჯობა ისეთ მანქანას, როგორც Bugatti Veyronია. მანქანის ფასი $1,400,000-ია. მას 6 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავი აქვს. მეშვიდე ადგილი Aston Martin 177. რიცხვი 77 ნიშნავს, რომ ამ მანქანის მხოლოდ 77 ერთეული შეიქმნა, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ყველა მათგანი გაყიდულია. მისი ღირებულება $1,400,000-ია. მანქანა მთლიანად ალუმინის კორპუსისაგან შედგება, რაც მის წონას საგრძნობლად ამცირებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.15 წამში ახერხებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ია. მეექვსე ადგილი Koenigsegg 1.1. ერთადერთი მანქანა, რომლის წონაც მისივე სიმძლავრის პროპორციულია. 1340 კილოგრამი, ანუ 1340 ცხენის ძალა. მისი ღირებულება $2,000,000-ია. ალუმინის კორპუსი, კარბონის ბოჭკოები, კერამიკული მუხრუჭები. ეს მანქანა სწრაფთან ერთად ყველაზე დახვეწილიცაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ-ია. მეხუთე ადგილი Ferrari F60 ამერიკა. ამერიკული Ferrari-ის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი მოდელი, რომელიც მხოლოდ 10 ერთეულია. მისი ღირებულება $2,500,000-ია. F60 ამერიკა 6.2 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავით 3.1 წამში ავითარებს 100 კმ-ს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია. მეოთხე ადგილი Mansory Vivier Bugatti Veyron. ამ მანქანის ღირებულება $3,400,000-ია. ძრავთან ერთად მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ბრილიანტებით მორთული სალონია. Bugatti-ის სხვა მოდელებთან შედარებით შეცვლილია მისი კორპუსიც. 1200 ცხენის ძალიანი ძრავით მას შეუძლია განავითაროს 408 კმ/სთ-ში. მესამე ადგილი Lykan Hypersport. სწორედ ამ მანქანით ასრულებს Dominic Toretto ნახტომს Satam Jane-დან ფილმში Forsage 7. მანქანის ღირებულება $3,400,000-ია, მაგრამ მიუხედავად ფასისა, ის უკვე იკავებს საპატიო ადგილს დუბაის პოლიციის მდიდრულ ავტოფარეხში. მანქანა 3.7 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.8 წამს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 390 კმ/სთ-ია. მეორე ადგილი Lamborghini Veneno. Veneno ანუ საწამლავი. ეს მოდელი Lamborghini-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და მისი ღირებულება $4,500,000-ია. სახელი კი უკვე მეტყველებს მის შესაძლებლობებზეც. დიზაინი იმდენად ფუტურისტულია, რომ ეჭქვეშ აყენებს მანქანის არსებობას. 6.5 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავით 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისათვის მხოლოდ 2.9 წამი სჭირდება. მისი სიმძლავრე 740 ცხენის ძალაა. პირველი ადგილი Maybach Exelero. მანქანის ღირებულება $8,000,000-ია და დღესდღეობით ის ყველაზე ძვირადღირებული სუპერკარია, რაც ოდესმე შექმნილა. 7 ცხენის ძალიანი ძრავის წყალობით 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.4 წამში ახერხებს. მანქანა მზის სინათლე პირველად 2005 წელს იხილა და მალევე მოექცა სელებრიტების ყურადღების ცენტრში. პირველი, ვინც მანქანაში $1,000,000-ის გადახდა გადაწყვიტა, ცნობილი რეპერი Birdman იყო. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ათეული. არ გამოტოვოთ სხვა საინტერესო სიახლეები All About G-ზე. აქ ყველაფერი საინტერესოა.